გამარჯობათ მეგობრებო. როგორც შეგპირდით, დღეს მინდა დაგათვალიერებინოთ ჩემი ვილა მიკანოსზე. მოკლედ, ვიმყოფებით აქსელის კომპლექსში. თუ ძალიან დიდი ფული არ გაქვს და ლუი ვიტონში ვერ რჩები, შეგიძლია აქსელის კომპლექსს მიმართო. სადაც დამიჯერეთ არანაკლები სერვისი და არანაკლები სასტუმრო დაგხვდებათ. მოკლედ, ჩვენი ვილა არის 500 მე-1. ჩვენი ვილა არის 500 მე-1. ახლა გარიდან განახი რა ხელა. აი ეს ჩვენია. და აი აქ ბოლომდე ჩვენი. მოდი ახლა შევიდეთ. რა თქმა უნდა ეს ელექტრონულად იხსნება. room service. room service. ესე კარები ავტომატურად იღება. სენსორზეა ისე რომ აი არავინ არ არის როგორც ხედავთ. კარები იღება. შემოვედით მოკლედ ჩვენ ვილაში. კომპიუტერს ავტომატურად იკეტება სენსორზეა. მოკლედ პირველი რომ შემოვედით აქ დაგხვდა ძალიან ბევრი ჩიპსები და რაღაცეები. რაც უკვე ჭამეთ. მოკლედ ეს არის ლოგინი, რომელიც არის ძალიან კომფორტული. გვერდზე არავინ არ მყავს, თორე გეტყოდეთ ახლა რამდენად კომფორტულია და მე უნდა დამიჯეროთ რომ არის კომფორტული. აქვე გეტყვით რომ მინიბარს დიდი ხანი ვეძებთ და მე მითხრეს რომ აგერ შკაფი გააღება, დეგენერატორი და აქ არისო მინიბარი და ყველაფერი. სხვათა შორის სულ ყველაფერი არის უფასო. არ ვიცი რანაირად, არა, უფასოა რა ყოველ დღე ვჭამ, სვავ რაღაცებს და მე ავსებენ. ეხაც ნახეთ ავსე. აი იქით მინდებს უკვე ნაჭამი რაღაცები. მოკლედ ეს კომპიუტერები, ჩვენი დრონები, პულტები და ასე, მაგრამ ეს არ გაინტერესებთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რომ აი არ ვიცი რამდენად კომფორტულია, ვერ წარმოიდგენთ. ეხლა რაც შეეხება აქსესუარებს, რაც გვხვდებათ ნომერში. ესენია ყავის აპარატი, არ ვიცი, კაფსულებზეა და მე მგონი ღარიბებისთვის არის, მე ამას არ ვსვავ, იქით კაფეა და იქ ვსვავ ხოლმე. ჭიქები, ჩაი, ყავა, ღვინოა თუ შამპანიური. წარმოგიდგენია რომ ამას ჩვენ უკვე მე რა არის. ხილია, წყლები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეკანოზე ონკანის წყალს მარტო გაჭირებულები სვავენ, არ შეიძლებაო და ამხელა თუ დავლევთ. აქ დასაცმელი მიყრია, აქ დასაცმელი მიყრია, ეს მე ვარ. მოკლედ ღია აბაზანა არის და აბაზანაზე შემიძლია ვთქვა რომ ძალიან კომფორტული, არაფერი განსაკუთრებული არ არის რა, რაც ღია არის, არავის არ აწუხებს. ჰიგიენურ საშუალებებზე სასტუმროებში ალბათ სადაც ყოფილი ვარ და მე სად უნდა ვიყო ნამყოფი, ალბათ სოსო დაამატებს მე რომ იქაც არის ნამყოფი და აქაც არის. აი ამას წაიყვანს, რა ქვია, დამლაგებელი ცოტა ხანში მოვალენ. რასაც იმალები ეს. ჯერ ოთახი არ დაულაგებიათ და ეს იმიტომ არის, აქ ხა დაალაგებენ და გასუფთავდება ყველაფერი გავაჩვენე. არა, მაგებს ვერ ვაჩვენებ, იმიტომ რომ არ მახსოვს აგდეს, ხო? ხო, რაღაც let's begin და რაღაც კევა მეგონა და სისულელებს ახვედრებენ ხალხს. მაგრამ მოდი გადავიდეთ ისო ჰიგიენურებზე. როგორც გითხარით, არის სხვათა შორის შამპუნი, კონდენსიონერი და დუშგელი, ცალ-ცალკე და ძალიან კარგი ხარისხიანი არის. ყველაფერი ელემენტარულად ერთი სიტყვით რო ვთქვათ, ყველაფერი არის ძალიან მაღალი ხარისხის. რაც შეეხება სველ წერტილს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, ამიტომ ესეთი ყუდრო უნდა იყოს. აქაც შეჭამა. აქ ძალიან სიმყუდროვია და ფართიც არის, არ ვიცი, თქვენ რა შეგჭირდებათ ფართი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის. მოდი გადავინაცვლოთ ყველაზე ხო, კონდენსიონერი, რა თქმა უნდა, აქ ისეთი სიცხეა, რომ აქ არის ძალიან სიცხე, ამიტომ კონდენსიონერი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, რომელიც უნდა მუშაობდეს გამართულად და კარგი სიმძლავრეს უნდა იყოს. აქ ორივე გათვალისწინებული. მოდი გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე. ამ ვილის დაქირავება 5 დღით დაგვიჯდა 3000 ევრო.
ხანდახან უფრო ცოტა ძვირიც არის ხოლმე, აი ძალიან სეზონზე ხა აგვისტოში ჩამოხვალ, შეიძლება 3300-3400-მდეც ავიდეს მსგავსი ვილის ღირებულება. და ნუ არა სეზონზე შესაბამისად თუ დეკემბერში ან იანვარში გინდათ მიკანოზე ჩამოსვლა და აქ დასვენება, შეიძლება 2000 ევროთაც გამოკრათ ხელი მსგავსი ვილის დაქირავება. მოკლედ ჩვენ კიდევ ერთხელ გეტყვით 5 დღე ვიქირავე და 3000 ევრომდე დამიჯდა რა. არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. როგორც სამუშაოდ, აქედან მუშაობ ხოლმე და არის ძალიან კარგი. წინა ვიდეოც აქ ჩავწერე და ძალიან მომწონს, ფიქრობ ალბათ რო დაუბრუნდები საქართველოში ზუსტად ესეთ მაგიდას და სკამებს ვიყიდე. აუზზე რა გითხრათ, აუზი უფრო დიდი მაქვს და შესაბამისად ხო ვერ დავაპატარავებ, მაგრამ ნუ კარგია. კარგი, მოკლედ ესე რა ვთქვათ, არის ძალიან დიდი სივრცე, შეიძლება ვიდეოში კარგად არ ჩანს, მაგრამ აქ შეგიძლიათ დაწვეთ და დაისვენოთ. ეს იმართება, ადის ჩადის რაღაცებს აკეთებს და არის კომფორტული. როგორც გითხარით, მაგიდა და სკამი ძალიან კომფორტულია. გამწვანებაც გვაქვს და გვაქვს პატარა აუზი, რომელიც არის ძალიან საკმარისი. იქით გვაქვს დიდი აუზიც, რომელიც ახლა უფრო კაია, დიდია გაცურვა, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე მეზარება მირჩევნია ან აქ ვიყო, ან ზღვაზე. მოკლედ ვიდეო ძალიან პატარა რო არ გამომივიდეს, ამ ვიდეოს მოდი მივაბო ძალიან სასტუმროს რივიუს, განახებთ საუზმე როგორია. ჯერ საუზმე არის სასწაული, აი ძალიან კარგი საუზმეა და მაგასაც განახებთ. ჯიმი გვაქვს, დიდი აუზი გვაქვს, ბარები გვაქვს, კარგი რესტორანი გვაქვს და შემდეგ. მოკლედ თუ საშუალო და ცოტა მაღალი ბიუჯეტური დასვენება გიყვართ, მაგრამ თუ ჭკვიანურად დაჯავშნით აქ, შეიძლება დაჟე იაფათაც გამოგივიდეთ, იაფი. შეიძლება ეკონომიურთაც გამოგივიდეთ, მაგრამ ძალიან მაგრად ღირს ეს ყველაფერი. ეხლა დაგათვალიერებინებთ სასტუმროს. ეს არის სასტუმროს ძირითადად ჩვეულებრივი ნომრები. აქ არის დიდი აუზი, სადაც ვიკრიბებით ხოლმე. აი ამ გაყოლებაზე სულ ვილებია და იმის ქვემოთაც ვილებია. ეს არის აუზის ბარი და ბარ-რესტორანი აუზის. აი ეს არის ჩემი ვილა, აი აქ თლიანად რასაც ხედავთ. სხვათა შორის სასტუმროს მე პატრონს გითხრა, რომ ყველაზე კარგი ვილაა, იმიტომ რომ მზე ძალიან მაგრად უდგება მთელი დღის განმავლობაში. აქ არის ძირითადი რესტორანი, სადაც საუზმეს მივიწვევთ ხოლმე და აქ არის ჯიმი. ამასაც აუცილებლად. საუზმის კულტურა მე ძალიან მომწონს და ვცდილობ ხოლმე, რომ ისეთ ადგილებში ვიარო, სადაც განსაკუთრებულად კარგ საუზმეს აკეთებენ. სასტუმროებს რაც შეეხება, ზოგ სასტუმროში არ მომწონს ხოლმე, უმეტესობაში არ მომწონს ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე კარგი საუზმეებიც და ეს სასტუმრო ნამდვილად გამორჩეული იყო, აი ძალიან მაგარი საუზმე იყო. და ასე რომ რეკომენდაციას უწევ ორ მაგათამოთ. ესე გამოიყურება ჩვენი სასტუმროს ჯიმი. სხვა სასტუმროს ჯიმებთან განსხვავებით, თუ შევადარებთ, გეტყვით, რომ ყველაფერი ძალიან ფუნქციონალური და ჭკვიანურად არჩეული, რომ ადამიანი, რომელიც აქტიურად ვარჯიშობს, შეძლებს ყველა სავარჯიშოს შესრულებას. მოკლედ მეგობრებო, კიდევ ვაპირებდი ძალიან ბევრი ინფორმაციის გაზიარებას, მაგრამ პირველი ვიდეოს დადების მერე არაფერი არ მოხდა. არც ფოლოვერები მომემატა, არც ლაიქები და არც ნახვები, ასე რომ დამეზარე სხვა რაღაცების გადაღება, წავედი, კარგად ვიგულავე, ჩამოვედი. თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაინტერესებთ, არ მოგერიდოთ, დამიწერეთ კომენტარებში და გიპასუხებთ აუცილებლად. თუ მომავალში გაინტერესებთ მსგავსი კონტენტი, აუცილებლად დამალაიქებთ, გამომიწერთ და მეც კიდე გადავიღებთ ჩემგან რამეს. მოკლედ გემშვიდობებით, ჩაო!